გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ტვინის გასაღების 33 ეპიზოდით. მე გახლავართ საბა ჯანაშია, ამ გადაცემის წამყვანი და ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დაუბრუნდით მონატრებული ჩვენი მაყურებლის წინაშე. ძალიან მაგრა უგზნობდით თქვენ გვერდში დგომას, თქვენგან ყურადღებას. რა პირად შეტყობინებებში მოწერილ შეტყობინებებს, სადაც რავი თორნიკე ანუ რამდენი იყო რომ მადლობა მაგელი სიტყვებისთვის ყველას. თქვენ სათხართ მოგვენატრეთ, გამოჩდით, გელოდებით, აი ყველანაირი აი მართლა გული აგავებსო სიყვარულით და ერთი სული მქონდა როდის დაბრუნდებოდი. სიხარულით და კი დადგა ეს მონატრებული დღეც. და რავი ანუ მონატრებული სტუდია, მონატრებული გადაცემა და რავი თორნიკე იოსაო შენს აქ იმის რამე ხო არ ეგონა რომ აი რავი ბიჭები აღარ არიან და ეხა მოვისუნთქეთ და ნო აქ ყველაფერი ეხა იწყება მინდა AI-ის კამანდა რო გაქრა ეგრე აჩვენ არ გავხდებოდი ანუ ის და რამე ეგენი ორივე გაქნენ და ეგენი არა ზოგადად ძალიან ბევრი ტიპი გაქრა აღიგავა პირისაგან მიწა და ეს ყველაფერი რატო იცი ტყუილი დიდხანს არ ცხოვრობს. მოკლე ფეხი აქვს. მოკლე ფეხი აქვს და ეხა აქ იბაქ-იბუქი რაღაცის იმედად ცოცხები გააძრე ხანის გააძრე. ახალგაზრდები ხარ თქო 9 ჯერ გითხარით და ანუ და ისიც აღარ დაგჭირდა ბოლოს რაღაც ისო ქონდა მოდი აღარ ავტივეზე ბევრი არ გავაგზავნოთ, მაგრამ აღარ ფაქტია რომ აღარ ხართ და ეხა იმიტომ აღარ სამყოფები რო იყოთ იქნებოდით, მაგრამ ფაქტია რომ არ ხარ და თქვენაირი კიდე ძალიან ბევრი აღარ არის, ვეღარ არის. ცხოვრება შეიცვალა რაღაცა კუთხით. სიტუაცია შეიცვალა რაღაცა კუთხით. თქვენ სალაპარაკო აღარ გაქვთ. და რავი, პატარა ანალიზი გავაკეთოთ რა, ერთი წელი გავიდა ჩვენი იმისგან გადაცემის დაწყებისგან 33 გადაცემას თან რაღაც სიმბოლური ისეთი ციფრები არის. ანუ რაღაცნაირად მე მიყვარს ეს ციფრები ძალიან, მაგრამ და კიდე აი ამ ციფრებით დაბრუნება კიდე ძალიან მაგარია და რავი, პატარა ანალიზი გავაკეთოთ რა. გავახსენოთ ჩვენ მეგობრებს, ოპონენტებს, მტრებს თუ მოყარებს, ანუ რას ვლაპარაკობდით, რას ვსაუბრობდით, რატო ვსაუბრობდით და რავი, ისე აგიხდეთ ყველაფერი. მე მართალ ვსაუბრობდით. ო, ისე აგიხდეთ ყველაფერი, რასაც ჩვენ, რასაც გესაუბრებოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ ზუსტად ესე მოხდა ყველაფერი. იმიტომ რომ გულწრფელები ვიყავით და ვიქნებით ყოველთვის. კი, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენ მხარეს იყო და იმიტომ რომ ეგეთი ბიჭები ვართ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობთ. რავი, თუ იმეს ეჭვი გეპარებოდ, მაგრამ კიდე ერთხელ გადაავლეთ ჩვენ გადაცემების თვალი და ყველაფერში თავადად დარწმუნდებით. ისე დრო რა მალე გავიდა რა როგორ გადის ერთი წლის თავზე გახსოვს ჯერ შევხვდით ერთმანეთს და შენ რომ მოტივატორი იყავი ჩემი რომ კი და გადაცემა ჩავწეროთ და მეთქი წავედით და რას ვიფიქრებდით ეხლა რომ ხლები როგორ დატრიალდა ერთი წელი როგორ უცებ დატრიალდა და ანუ ისიც რაც შეიძლებოდა რომ რაღაც მომენტში მაგდროს ვერ ხედავდით ყველაფერი ნათელი გახდა რა და ყველაფერში დავწმუნდა მინდა აქედან 1-2 კაც მოკითხო შემოგითვალოთ აი რაღაცები რომ გეგონათ და რაღაცა აი ამებს რო აკეთებდით ხიდებს რო აკეთებდით და რაღაცებს რო იძახდით და ჩვენ გავთხილებდით რომ შენ შემოგევლე პატარა ბიჭები ხარ თუ გოგოები ხარ თუ რაღაცა არ გინდათ და რაღაცა წინასწარ ფორას გაძლევდით რომ როგორ უნდა მოქცეულიყავი და რანაირად აჰა გავიდა ერთი წელი ხა ორ თვეში და სამ თვეში ხო არ დაგიწყეთ მაგის ლაპარაკი მაგრამ გავიდა ფაქტია ერთი წელი თქვენ სათხართ როგორ ხართ ღმერთმა კარგად გამყოფოთ მაგრამ აგერ ფაქტია და ფაქტი ფაქტად რჩება ყოველთვის რა ისე რა დაძაბული პერიოდი იყო არა შარშან ახდებოდა რა მომენტში დავიწყეთ გახსოვს ხო და აი როგორი დაძაბული ყველა რო ჩართული იყო და აი გადარეკები გადმორეკები და ჩვენი ქვეყანა მართლა ძალიან ტკივზე გადიოდა აი ძალიან ტკივზე თავები და აი მე ეხლა ეს არ მოხდეს და ეს რომ ძალიან რთული პერიოდი გავდავე და მადლობა ღმერთს რომ გამოძვერით მაგიდან და ის წითელი შუქნიშნიდან გავედით წვანეზე უკვე რა ხო რამდენმა ადამიანმა ხმა არ ამოიღო ანუ რამდენმა ადამიანმა თავისი აზრი მოკლა და თავისთავი მოკლა მანდ ნუ ხო მე მესმის ახლა ბევრი ადამიანის ახლა ვიღაცებში შეები ფაქტორები არის ხო მაგრამ მე მაგ მდგომარეობაში შევდივარ თორე ყველა ვერ იქნება ახლა ისე რა შედი ხო მაგ მდგომარეობაში და იყავი მაგრამ გეუნები რომ რავი ცოტა შენაზრს რო ხო მაგლა ვერ აფიქსირებ ახლა რაღაც მიზეზი თუ გაქვს და ის თუ გაქვს მანდ მე ჩემოვალ მაგ მდგომარეობაში მაგრამ ახლა რავი აი ახლა რაღაცა დრო არ შეიცვალოს თუ რაღაცა რავი ცოტა ისეთი პონტია რა როცა ქვეყანას ეხება ეგ რა და შენ პირად აზრს და ღირსებას ეხება რავი, ჩუმად არ უნდა იყო, იმიტომ რომ დღეს რო გაჩვენდები, ხვალ უარესი მოგივა რა და ზეგ უკვე შეიცვლები და აზრსაც შეიცვლები. მაგრამ ისინი ძალიან მუშაობდნენ მაგაზე ზუსტად რომ ხალხს არ ამოიღო და შერცხვენოდა ხმის ამოღება. ხო გახსოვს რა იყო, აი ვიღაც განსხვავებულას რო იძახის, всё, აი მე
ყველაზე მიუღებელი პიროვნება ყველაფერი იყავი. იყავი ვაფშე. ხო, აი, მაგრამ აი აი სწორი თქვი, ყველაფერი იყავი ერთად. აი რა რაში რაც არსებობს ყველაფერი, აი მოღალატიდან ეს არის თუ აი მოღალატიდან დაწყებული, რავი, არაკაცით იყავი, ვატყუ, არა გათახსი, აი ყველა რუსი, მაგას აღარ მატრიცის გასაღები არის, აი რუსეთს რაღაც სუც რო იტყოდი, ისე მატრიცაში შესული იყავი და იქ მშვიდად ცხოვრობდი, აი რაღაცა აბივითი ხო რაღაცა, დამამშვიდებელი იყო, არა რუსეთს რო იტყვი, ისე მშვიდად ხარ მე. რავი, ანუ რა გადავხედოთ რა დღევანდელ ვითარებას, რაც რავი, ყველამ თავისთავი გამოააშკარავა, სააშკარავოზე გამოიყვანა. ბოლო მე მგონი ჩვენი გადავობა გადაცემა იყო ის, რომ ქვია აქ ის რო ყავდათ რა ქვია 4 ოკრონგი მაგას რო ბაზრობდნენ და ეგ და კაროჩე მაგის მერე დღევანდელ დღემდე რავი რა შეიცვალა რა მოხდა რა ვაფშე რა ხდება ეხა ისევ ფართხალებენ როგორც წყლიდან ამოყვანილი თევზი ბოლო ფართხალები რო აქვს მაგ მდგომარეობაში არიან მაგას სულ არა ეგენი იქ ფართ არა მე მგონია რომ ეგენი იქ ფართხალები უკვე იყო და ბოლოს აი ერთს რო აი ხა მაგაში არიან ნიხო აი ხო ერთს რო შეება და ერთ ვეგეთ აი ხა არიან მაგაში ერთს რო შეება და როგორ შეეცი ერთ ხო იზავს და მე ცოტა 1-2 წუთი უკვე როგორია რომ სო რა და ერთსაც ხო იზო ცოტა რო აიყვოდი და ზუსტად ეხლა არიან მაგ მდგომარეობაში ხო ზუსტად ესე არის თქვენი მდგომარეობა რა და რავი თან რაღაც ვიდეოებს რო გუშინ საღამოს ცოტა მზადებოდი რაღაცეების და გუშინ ვიდეოებს რო გადავულეთ თვალი აი ჯერ ეხა ამ ერთ თვეში იმდენი გადაობა დაგროვდა რომ აი რა დავიწყებთ აი რავი comedy break-ი, comedy ხوار დავაწეროთ ამას, იმიტომ რომ ნუ აი ისე დღეში ვაპირებთ თქვენ ჩაგდებას, რომ პატარ-პატარა აკენწლებით, რომ რავი, ნახოთ რა ისეო და მოდი მე მინდა აი პირველი რაღაც ვიდეოებს ვადრობდი, ერთი ვიდეო ამა მივარდა რა და ეხლა ეგ როდის ეხლა ერთი თვის წინ იქნებოდა, სამი თვის წინ იქნებოდა, თუ 4 თვის წინ იქნებოდა, მინდა რა ერთი ჩავდო აი სახე. ხვდი და ერთ რაღაცას მინდა გამოვეხმოვო რა რომ ანუ რაღაცა პოსტერი ხდებოდა ერთი რავი ერთი 3 კვირის წინ 4 კვირის წინ ესე რომ ძველი ისტორიაა ირანში რა ლევან თედიაშვილმა რომ მოიგო ჭიდაობის ტურნირი და წარმოგიდგინე შახი ეუნება რომ ერთხელ უნდა შეგისრულოთ კი არა ერთხელ უნდა შეგისრულოთ კი არა რაღაც ძალიან დიდ ფულს თავაზობს მოკლედ და ლევანი ეუნება რომ აი ერთიო ხდები გამოჩენ მაგათვის ეთყობა ანუ კაი ტიპი იყო და კაი კაცი იყო ის რა ვიზეც მაგას ეთყოდა და აი ესო გამოუშვით პატიმრობიდანო და არ მინდაო თქვენი ფულიო და წარმოიდგინე ის დაიხსნა პატიმრობიდან, ანუ კაცური საქციელი არის რა. ანუ ჩვენო დიდგანვე თუ თქვენ თუ კი რა თქვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. ჩვენო დიდგანვე ვიყავით, ანუ ვაფშე ვაშკაცობაზე და კაცობაზე დაფუძნებული ერი ვართ რა. და ანუ ადამიანობაზე და კაცური და ვაშკაცური საქციელებისგან თქვენ ძალიან შორს ხართ. და მანდ მოხდა ის რომ ისიც ვაშკაცი იყო, ესეც ვაშკაცი იყო და ფულზე არ გაიყიდებოდა. და აქედან გამომდინარე თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანის და იხსნა და ამ კაცის სიტყვასაც იმხელაფასი ჰქონდა რომ ანუ იმათვას გამოუშვეს საპატიმრო ეს კაცი და ზოგადად კაცურ და ვაშკაცურად საქციელად აღიქმება ეგ და რომელი ხართ აი ამას რომელი ხართ ესეთი ვაშკაცი რომელი როგორ ადარებთ ვაფშე დღევანდელ აი ამ რაღაც კრინჯ ტიპებს მაგ ხალხს მე ვერ ხვდები ანუ რა კავშირი აქვს საერთოდ ამ იმას და ვითომ ეხა იმას მამარდაზე თუ ვიღაცაზე ქონდათ ეგ რომ აი რა მაგრამ ვიღაცაზე არ მახსოვს ვიღაცაზე ედოთ რომ მაგაზე ხო გააკეთეს და ის თქვენ ჩუმად როგორ ხართ ანა ჩუმად როგორ ხართ ან ჯერ ვაფშე ამ საქართველოს ფეხბურთის საქართველოს თავი დაანებეთ ის ხალხი აკეთებს თავის საქმეს გასახელად გამოგაჩინათ გაგაბედნიერად და ცხოვრებაში რომ ჩვენ კი არა და ჩვენ თაობას კი არა ჩვენზე დიდ თაობებს არ ქონიათ ეგეთი ბედნიერი წუთები და წამები რაც იმათმა მოგცეს და დიდი მადლობა ბიჭებს ამისთვის და ხარს უჭერთ ყველა ქართველი ვაშკაცი თუ კაცი იქნება ეს თუ ხალი იქნება ყველა მხარს გიჭერთ ყოველთვის იცოდეთ და ყოველთვის ხარ დაგიჭერთ არავის არ აინტერესებს თქვენი აზრი პოლიტიკასთან დაკავშირებით არაზოს და დარწმუნებული ვართ საქართველოს რო რამე დაჭიდეს იქ ყველანაირი ხმას ამოიღებ და თქვენ სიმართლისთვის აუცილებლად იმიტომ არიღებენ რომ არ მიაჩნიათ რო რაღაც პრობლემა არის ისეთი რომ ხმა არის ამოსაგებ მაგიტარები საჭიროების შემთხვევაში ეგ იქ პარადოქსი რა არის მაგ ისტორიაში იცი ეხა ჩვენ მაგას ცუდი პერიოდი უდგას და მართლა რა ბიჭები ვეღარ ისეთი ემოციებით ვეღარ თამაშობენ და იმ შედეგებს ვეღარ დებენ რაც ადრევდებდი და პრობლემაა ხო ეს მოსაგვარებელია და ვიღაცა აბრალებს ფეხბურთელებს ნაკლები ესე ემოციით აღარ არის ანუ ვიღაცა წვრთნელს აბრალებს და ნუ პრობლემაა და ამაზე მიდის კამათი
ეს საზოგადოება ვისაბრალებს, იცი? ამ ხალხს და თავის არა რუსულ კანონს რო არ იყვირეს და არ იღრიალეს და აქციებზე რო არ იდგნენ და რო არ პოსტავდნენ, მაგიტო არიან ახლა ამ დღეში. აი ხო და დაფიქსდი რატო არ ქნეს ეგენია, დაფიქსდი. იქნება და არ ჯეროდათ და იქნება და არ თuliდნენ, აბა დაშვება გააკეთეთ. ხო, დაანმარტებია, რატო? მოდი ახლა ეს იმენა, ქართველი კაცის ანტონიმი უნდა ჩავრთო. просто ამას შეხედეთ, რა სამარცხვინოა და ვინმეს თუ გონია რომ ქართველი კაცი ეს არის, ან ესეთი იყო, ან როდესმე უნდა იყოს, ნუ თქვენ კიდე აზრია რა. ამას ეგ რა ცუდი ტიპი არის ბიჭო. მეორე ინფორმაციაც რომ ის დაკავებული არ არის. ჩვენ შევეცდებით რომ ეს ინფორმაცია გავარკვიოთ და ჩვენ მაყურებელს შემდეგ მოვუყვეთ უფრო დეტალურად რა მოხდა, რა ინციდენტი ხდება ადგილ და რატომ გამოჩნდა ახლა პოლიცია. გააკავეთ ესეც. რა მოხდა და სცენასთან მიმდინარეობს ჩვენი აქცია, როგორც მოგეხსენებათ. არ ვიცი, ვიღაც ბიჭი შემოვარდა, დაგვიწყო ცემატყეპა გინება. შემდგომ პოლიციამ მიმოქმედა კანონის შესაბამისად და ერთ-ერთი პოლიციელი ამბობს, რომ ჩვენ მას არ ვაკავებ ტერიტორიიდან გაყვავს. კი ბატონო, ეხლა მანქანასაც პრობლემა. აი, პოლიცია, დააფიქსირეთ ეხა. პოლიცია! მერე რა, დააკავეთ, მერე რა, რომ ავადმყოფია ეგრე საბუთია. მერე რა, რომ ავადმყოფია. პოლიცია! გაგანწირული, ამას მართლა პრობლემა რო გაიჩნდა, ხები რა დღეში იქნება? კამერება დააფიქსირეთ, დაიჭირეთ. დაიჭირეთ და პროვოკატორი დააკავეთ ბიჭო, რატო არ გიხარ? რატო არ არიდებს სიტუაცია? დააკავეთ გეუნები. ის კაციც რო ხდება ესენი რო არასწორები არიან, ეგ ამთავარი. ყველა ვატყობია ვის არის? დააკავეთ რა ცუდები არიან. ანუ ასე ახლა ქართველი კაცთან რამეს რო აიგივებთ, ანუ კარგად დაფიქრდით რა. ეს ტიპი ქართველი კაცის ვაფშე, ანუ ქართველი კაცი აქ არის, აი ეს არის, ვაფშე ვერ გავიგე სად. ნახე, ვიდეო მოიცავს რა, ასე რომ ეს საწყალი კაცი არის, ინვალიდი აშკარად რა, ავადმყოფია რა. ჭუასუსტია ხო, რაღაცა. ანუ ეთქობა კიდევაც რა, რომ შეხედა ამ ვიდეოში და ერთი ჯოხსაც უტყავს დაჟე მაგას მერე რა, დროშას უტყავს რა, ტოტარს ვიღაც ქალი. და ნუ ეს კაცი შეიძლება ვერც ცნობიერად ესე ვერასრომის პოლიცია და ხო ხტები დააკავა იმოში მაგის აზრს რა. წარმოიდგინე მდგომარეობიდან არის გამოსული. არის. გულწრფელად არის მდგომარეობიდან გამოსული კაცი. წარმოიდგინე გამწარდა ამ ტიპზე და დააკავეთ პოლიცია კივის და წივის და მერე რა რო ავადმყოფიაო. დაიჭირეთ. და საბუთი. ანუ რა საბუთია, საჭიროება საბუთი ვიზუალურად ყველაფერი ეთყობა ადამიანს. რაზე, ერთი ბიჭი ვატყობ შეგნებული ბიჭი და გაიო დაწყნარდიო ეხლა რა. რა დღეში ხარო ხო? ხო, ანუ ნახე რა არის ობიექტურობისთვის რა. ნახე რა მინდა რომ დაგანახო. ჯერ ხო ეს ხო იმენა არა კაცი არის ეს ტიპი რა, რავი. ესეთ კაც, რავი, მე მაგას ეგრე მოვიაზრებ და 10 არის, კაცი არა. ხო და მეორე რომ ანუ წარმოიდგინე ელემენტარული ის რომ იგივე რომ მომხდარიყო აქეთა მხარეს. წარმოიდგინე ხა რა რომ რა მოვიაწყდები? ხდები რომ აი რა უქნეს კაც და ვის აკავებენ და ანუ ორმაგებიც იქნებოდნენ თან. ორმაგი სტანდარტებით ტიპები ხართ, რომლებიც ვერასოდესო ვერაფერში ვერ გაიმარჯვებთ, იმიტომ რომ პროსტა უბრალოდ ფაქტია რომ ანუ როგორც მოქმედებთ და როგორც აზროვნებთ ეს არც კაცური, არც ადამიანური. ცუდია დარტყმა, მაგას არავინ არ აპარავებს აქ და არავინ არ იძახის, რომ ესე უნდა იყოს ან საბადიებელი, მაგრამ აი დააკავეთ და პოლიცია და რომ მოთქვამ რა, ან ცოტა რავი რა, მოგერიდოს მაინც, მაგრამ რა უნდა მოგერიდოს შენ რა მიკვირს მეც. მაგას ეხა აი დღემდე გონია რომ სწორად მოიქცა. მაგას არ გონია რომ მან რაღაცა ხო შენანობდეს ან რაღაცა რა, ადამიანი ხა შესვამებს ვინ არ უშავს. მაგას გონია რომ არა, კი დასაკავებელი იყო იქ. რა მნიშვნელობა გავამტყოფია თუ ვინ არის, დაიჭირეთ. ყველანი ციხეში იმენა ხო იცი? არანაირი პირობითი საჯები, ყველანი ციხეში. სააკაშვილის ხოდი არის. არავის ხო ხტები რომ არასდროს არაფერში არ გაითვალისწინებს არც იმის ავადმყოფობას, არც იმის იმას.
არა აქვს აქეთ მხარეს ეგ მომენტი არ არსებობს. ის პოლიციელმაც ხო უთხრა რომ ამას არ დავიჭერთო და ეს პანიკაში ხო რა დავიჭერთ ეს კაცი რა ეუნებიან ალბათ მაგას. ამით კიდე ერთხელ ვიძახით რომ არავინ არ ვამართლებთ დარტყმას ან რაღაც ძალადობას ან რაღაც, მაგრამ რავი, კაცის სახე შეინარჩუნე და შეხედე ადამიანი რომ მოხდები რა. აი ჯერ არც დაურტყამს საბრა ეგ რა დარტყმარი ხა იმან როგორ უნდა დაგარტყას რა უნდა მოიქუდი რაღაცნაირად იმას ახლა ხევს ანუ ხო ხდები ინვალიდია რა კაცი ხა რა და რა უნდა დაარტყას ხა რა ზიანი უნდა მიიღოს. არანაირი რა ზიანი გადაო. ხო რა გათახსირებულები არიან. და ანუ მეორე თემასაც მინდა რა რომ შევეხო აქვე რა. აი ესეთი რაღაცა ბანძი ნარატივი არის რომ ეს გამოდიან თან ანუ არ ცხენიათ იგი და გონიათ რომ ქართველი ერი და ქართველი კაცი და ქალი იმდენად უგუნურია და გაუნათლებელია რომ ევროპაში გონიათ რომ კაცები გაათხოვებენ ძალით აი ჯერ მაგ ეგურ არ გცხენიათ რომ მართლა ეგ გჯერათ რომ თქვენი ოპონენტი ფიქრობს იმას რომ ევროპა არ უნდა იმიტომ რომ კაცებს ძალით გაათხოვებენ აი ეგეთი ბანძი აი ეს იმენარილსი არის ეგეთი ბანძი აზროვნება როგორ უნდა ქონდეს და ეგრე როგორ უნდა გეგონოთ რომ ეხლა ხალხს გონია რომ იქ ვინმესთან ძალითან ამით გაათხოვებენ მაგის ეხლა ვაფშე ანუ ერთი წამი არავის არ ჯერა და მაგ რაღაცა ბანძი აზრით რომ ეხლა ვიღაცას მაგიტო ეშინია რომ ძალით არ გაათხოვდნენ ნუ გეშინიათ არა ვინ ძალით არ გაათხოვოთ ეს არის თქვენი რაღაცა ბანძი აზრი არავის ვაფშე მაგის შიში და მაგის მოლოდინი არ აქვს და ვერც ვერავიზე ძალით ვერ გაათხოვებს ეგეც ყველამ ძალიან კარგად ვიცით მაგრამ რაღაცეების იძულება ჩვენი ქვეყნის მისამართით აუცილებლად იქნება და რავი დაწყებულიც არის რა რავი მაგალითად აგერ ფაქტი იყო რომ მაგერ გამოვიდა ევროკავშირი და მოუწოდა ყველა ევროკავშირის ქვეყანას რომ აღიარონ ანუ რამიშოვება სასამართლო დადგენილება ევროკავშირის სასამართლოს დადგენილების მიხედვით ანუ ერთსქესიანთა ქორწინების კანონიურად აღიარებას ავალდებულებს ყველა ქვეყანას ევროკავშირის კი ბატონო აი მეტი რა გავაკეთოთ გუშინ რომის პაპიც გამოვიდა და ამის საწინააღმდეგო და თქვა რომ ქორწინებამ მხოლოდ არის კაცი და ქალს შორის. აი ესეთ სიტუაცია მიხდი? და ანუ აი რა და ჩვენ ანუ რა როცა არსებობს ეგეთი ვიდეო რომ ეგ ჩავრთავ ვიდეოს რა. აი უყურე რა. ანუ აქ ვინმეს ხო არ გონია რომ ჩვენ ამას ვებძვით. ჩვენ ვებძვით ისეთ რაღაცეებს რაც ჩვენთვის არის მიღებული. მე არ მაინტერესებს ეს ევროპა იქნება რუსეთი იქნება, ავსტრალია იქნება თუ ბელორუსია, ჩვენთვის ვაფშე არ არის ეგ საინტერესო. მე ყველას წინააღმდეგ ვიქნები და ყველას ეგეთი აზრის წინააღმდეგ ვიქნებით ორივე, რაც იქნება ჩემ მორალთან, ღირებულებებთან და ღირსებასთან და რავი, ანუ ნიშნულოვან რაღაცებთან წინააღმდეგობაში რა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქართველი კაცი და ზოგადად ქართველი ეროვნება არის სხვანაირად მოწყობილი. ვართ ძალიან ცოტა, ვართ ძალიან კარგები და გვაქვს ძალიან ბევრი ნიჭი და ძალიან ბევრი კარგი თვისება. რაც შეგვიძლია რომ საჩვენოდ გამოვიყენოთ და ბევრად დიდები და კარგები ვიყოთ და პირიქით რეალურად ქვეყნისთვის სასარგებლო რაღაცები ვაკეთოთ და ზოგადად ჩვენვე წაგვადგება ხო ეს ამბავი რა და როცა ჩვენ აი ამ ფესვებს ვიღაცა ეწინააღმდეგება, რაზეც ვდგავართ და რითიც მოვდივართ ანუ რა თქმა უნდა რომ მაგის წინააღმდეგ ვიქნებით ეხლა ამას რომ ლაპარაკობდეს ავსტრალია ვიტყოდი რომ ავსტრალია ლაპარაკობს ამას რომ ლაპარაკობდეს რუსეთი ვიტყოდი რომ რუსეთი ლაპარაკობს მაგრამ არავისგან რავი მე ეგეთი რაღაც არ მომისმენია რომ ვინმე აი ესეთ იმაში რა ქვია LGBT პროპაგანდაში ამხელა იმას ასხავდეს შიგნით რა ფულს არ ხდება ეგეთი რაღაც და რატო ხდება მაინდა-მაინც იმ ურსულა რატო შვება ამას მაინტერესებს ანუ ურსულა სატანა ფონ დერ ლაენია ცვეთში და ანუ რას მოგვიწოდებ ან რას გვასწავლი ჩვენ ქვეყანაში როგორ უნდა იყოს რანაირად უნდა იყოს დღესდღეობით აღარ არის ის დრო რომ ვიღაცას გეი იქნება თუ ბისექსუალი იქნება თუ ჰომოსექსუალი იქნება თუ რა ქვია ლესბოსელი იქნება არავის ამნიშნით აღარ ჩაგრავს რა აქ რა არავის აღარ ჩაგრავს ამ თითინა გამოწვევ ვიღაცა ყოველ რადიკალი ყველგან არსებობს რომელიც ყველა ქვეყანაში შუაგულ ევროპაშიც და აი ბელგია ხო მაგათ თავშესა არის მანდას ვიღაცა ამაწყობი არსებობს ვინც თავს მოაჭრებს მაგრამ ეს არ არის სახე თელი და თუნდაც სოფლიოში ზუსტად მაგრამ ეხლა განსაკუთრებით ჩვენთან აქ არ არის ის მომენტი რომ აი გინდა თუ არა ამის გულისთვის ვიღაცა აღარ არის ეგ რომ ბევრმა ფაქტორმა მოახდინა მაგის ის რომ გინდა აი მუსიკა ავიღოთ და გინდა კლუბები ავიღოთ და გინდა რაღაცები ავიღოთ რაც შერწყმა მოხდა მიხვდი
ეგეთი ადამიანის და ანუ არა ეგეთი ადამიანის, რომლებიც ერთმანეთს შეხედეს ერთად გაერთენ იცეკოს იგულავოს რაღაცა და მივხვდი ანუ რაღაც მიმღებლობა გაიჩითა ქვეყანაში მივხვდი მაგების, იმიტომ რომ თითქმის რავი მანამდეც არავინ მაგათ არ ჩაგრავდა და არ იმაშებოდი. პროსტა ხო უფრო მიმღებლობა ეხა გახდა. გადაახვიო რა, მივხვდი და 20 წლის წინ რა და ახალი რო იყო და ადრე ისიც იყო რომ საყუერო გეკეთა და ის არის და ეს მივხვდი გძელითმა რო ქონოდა ის იყო, მაგრამ მორჩა რა, დამთავრდა რა, განვითარდა შეხედულებებიც, რაღაცა მიმღებლობაც გაიჩითა და ეგ მომენტი აღარ არის რომ ეხა ვიღაცას მაგნიშნით ჩაგრავდეს, აღარ არის და მეცაც გეტყვი, რომ ეგეთი ტიპები ხანდახან რაღაც სიტუაციებში ბევრად თავხედები ეძრობიან ვიდრე პირიქით რა. და სარგებლობენ. აი პროსტა ჩავრთოთ ეხა ეს ვიდეო, მივყვეთ რა რისი გატარების სურვილი აქვს ჩვენთან და ქართველი ხალხი ამის წინააღმდეგია და არც არის არაფერი გასაკვირი რა. LGBTQI free zones and they have no place in our union. LGBTQ+ პროპაგანდა, რომელიც ევროპაში ისედაც ძლიერი იყო, კიდევ უფრო მყარდება. 2026-30 წლების ახალი სტრატეგია უკვე მზადაა და ის არასრულწლოვნებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. დოკუმენტის თანახმად გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და გენდერის არჩევისას აღარც სამედიცინო შეფასებაა საჭირო. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სტრატეგიით არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვს, სქესს თავად აირჩევს. მნიშვნელოვანია განსხვავებული ადამიანების დაცვა. სტრატეგია სწორედ მზარდ სიძულვილს, ონლაინ შევიწროებას და სახიფათო სამუშაო ადგილებს ებრძვის და აძლიერებს LGBTQ+ თემებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ მყარად უნდა დავდგეთ ჩვენს ღირებულებებზე და დავიცვათ LGBTQ+ ადამიანები. ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაორმაგებთ ბიუჯეტს, ჩვენი მხარდაჭერის ნათელი ნიშანია. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ტრანსგენდერების საკითხს. გერმანიაში ხო იცი, გაამარტივა სქესის შეცვლა და 9 თვეში 22,000 ადამიანმა შეიცვალა სქესი. წარმოიდგინე, მე რა მაინტერესებს, რომ გააორმაგეთ მაგათი მხარდაჭერის ბიუჯეტი მაინტერესებს. აი ეგრე რომ შეგტკივოთ გული და რამდენი გაჭირვებულია და მშიერია და ამებს რო იძახით რა საქართველოზე. რატო არ გვიგზავნით ჰუმანიტარულ დახმარებებს? რატო ამ ხალხს არ ეხმარებით ფინანსურად? რატო არ გინდათ რომ გამჭირვალე იყოს ეს თქვენი დახმარება და სწორი მიმართულებებით წავიდეს და ყველა ადამიანისთვის იყოს ცნობილი რას ხმარდება ეს ფული და სად მიდის? რატო არ გინდათ? იმიტომ რომ მავნებლობისთვის არის ეს ყველაფერი შექმნილი და ანუ ეხა იმას რა ქვია ადამიანმა რომ კაცად რო დაიბადა და ქალი გახდეს იმ ადამიანს ეხმარებით და ადამიანი კაცად რო დაიბადა და ოჯახის შექმნა რო უნდა და შვილი რო უნდა და საშუალება არ აქვს იმ ადამიანს არ ეხმარებით და ეხა რა გგონია ჩვენ რომ ეხა ნაცარს შევიყრით თვალებში და თავს დაგიქნევთ მაგაზე რომ ესე იყოს აპრო სირცხვილია რა სირცხვილი აი მოდი ეხა მაგაზე კაი გამახსენდა კაი გამახსენდა კი არა კაი რაღაცა შეეხედა ეხა ჩაგირთო ვიდეოს ეს ის რო არის რა ქვია არ ვიცი ამ ჟურნალისტია რა თავარი არხის დამავიწყდა სახელი აი ძალიან გამაღიზიანებელი პიროვნება არის ჩავთო ნახე რა სიძახის პროფესორ როგორი ფარისეულები არის ამ ფონზე მოდით ცოტაც ვისაუბროთ გამჭვირვალობაზე რომელსაც ქართული ოცნება ასე ძალიან ითხოვს ქოცებმა მიიღეს რუსული კანონი რომელსაც გამჭვირვალობის კანონი უწოდეს ამ კანონის დამაზიანებელი შედეგები უკვე მეტასტაზებივით ვრცელდება ქვეყანაში მე ერთ მაგალითს გეტყვით რუსთავში ბავშვთა კრიზისული თავშესაფარი კარიტასი იხურება. ეს არის დაწესებულება, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა მძიმე სოციალურ პირობებში და ქუჩაში მყოფ ბავშვებს თავშესაფრით, საკვებით და ფსიქოლოგიური დახმარებით. და რატომ იხურება? დახურვის მიზეზად სახელდება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის არარსებობა და ევროპელი დონორების გაძევება. ფინანსური მხარდაჭერის გარეშე თავშესაფრის ფუნქციონირება შეუძლებელია. აცხადებენ ორგანიზაციაში. ეს ორგანიზაცია, რომელიც უამრავი ბავშვისთვის სახლი იყო, იხურება იმ საშინელი კანონის გამო, რასაც ქოცებმა გამჭვირვალობა უწოდეს. ამ თავშესაფრის დახურვის შემდეგ ამ ბავშვების ბედი გაუგებარია. ისინი შეიძლება უბრალოდ ქუჩაში დარჩნენ.
ქუჩაში შეება ესეთი ეს ხომ იხურა მაგაში ეს ხო დახურეს ეს ტიპი ვაფშე მაგის გამო რა ანუ რაც ესეთი ეს კაცა ხო მისი მთავარი არხის ტიპია ხო ეხლა რაღაც თავი ერთი ორი გადავა გაგივარდა ეხლა ჩემი ძმა ვიღაცებს დაურეკე და რაღაცები ატყუე და ისინი წამოეგნენ ეხლა ხო არ გონია რომ ეხლა ქართულ ხალხს ეს მავნებლობა არის კაი ღადო ეს არის მენა მავნებელი აფერისტი ეს მავნებელია ზოგადად ეს როჟარი მავნებელი აი ხა და ერთ წუთიანი ხო ყველა სიტყვას იტყუება ვინ ანუ საერთოდ ვინ უშლიდა ამათ ხელს რომ ისევ გაეგზელებინათ დაფინანსება ამ რა ქვია უპატრონო ბავშვებს ხო ყოფილი ხო გამჭირვალე ისევ გაეგზელებინათ დაფინანსება რა პრობლემაა ხო რა პრობლემა ანუ ეს კანონი კი არა ამ კანონმა კი არა აგზალა ეს ფულები უბრალოდ უნდა ყოფილიყო გამჭირვალე და ვინ უშლიდა ხელს ან ნახე მან რა არის მაგათ ხო შეუდოთ გაეგზელებ მაგრამ მართა აფინანსებდნენ მაგას კი არა მაგრამ რას ვიტყვი იცი რომ მაგათმა რა გააკეთეს იცი სპეციალურად გააუქმეს რომ მე ესეთი ტიპები ილაპარაკონ რომ აი ეს ამ კანონის გამო ეს კანონი რომ მიიღეთ ჩვენ აგერ უკვე ვეღარ ვეხმარებით გაჭირებულ ადამიანებს ეხლა ქუჩაში დარჩნენო ხო რატო ეგ დაასაბუთე რატო ვეღარ ეხმარები ანუ რატო აღარ მიზეზი რა არის ხო ანუ მან მიდიოდა ეს ფული და მოდი გამჭირვალე იყოს ყველამ დავინახოთ რომ მან მიდის ეგ ფული მიქრეს და შენ ანა ეხლა ყველამ თუ უნდა დავინახოთ რომ მან მიდის რა გგონია ბიძიკო ეხა შენ რომ აქ დადგები და 1-2 კაცს დააგოიმებ რაღაც დაზომბებული კამანდა უიწყავს მაგას დააგოიმებ და ეხა გგონია რომ მთელი ქვეყნის აზრი ეგრე იქნება და მინდა კიდე ეს თვითონ ეს დავამშვიდო რომ ბოლოს ხო ამთავრეს რომ ეს ბავშვები ქუჩაში დარჩებიან არ დარჩება არავინ ქუჩაში იმიტომ რომ ეხა გრანტების სახელმწიფო გრანტები ხო გაიცა უკვე მიკრო გრანტები უკვე დააფინანსეს 100,000-იანი გრანტები ეხა დაფინანსდა ცოტა და გამოქვეყნებული აგერ გრანტის მართვის სააგენტოს სახელმწიფო გრანტის სააგენტოს გამოქვეყნებული აქვს რა პროექტები დააფინანსეს პირველი წერია შრომა ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა და მე ბოლო წერია სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დებულების თანახმად სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების ხარდაჭერა და ხელშეწყობა აი ნაგლებმა რომ შეწყვიტ ეს და ვითომ ამ კანონს რო აბრალებენ და რო გაიწიან გვერდზე ფარისევლები რო არიან ერთ კაის რო გააკეთებენ და 10-ს რო აკეთებენ და მე ამ კაიზე რო აპელირებენ რომ აი ჩვენ ამას ვაკეთებ და ეხა რუსული კანონი მიიღეთ და всё ვეღარ დავეხმარებთ აი ხა ეს სახელმწიფოს ფულით დაფინანსდება ეს ბავშვები სახელმწიფო გრანტებით დაფინანსდება ეს ბავშვები და ამიტომ შენ ჩემო მეგობარო ნუ ინერვიულებ ამ ბავშვებზე ჯერ ისედაც არ ნერვიულობ ფარისეველი ხარ ტიპიური ყველა სიტყვა რას თქვა არის ტყუილი კიდე ერთხელ გავიმეორებ რას ნიშნავს რომ გამჭირვალობის კანონმა როგორ შეიძლება შეუზღუდოს დაფინანსება. აი, როგორ პროსტა გამაგებინოს ვინმე როგორ. ანუ ესე იგი ნათელია ყველა. ესე იგი არ იყო რაღაცა აფერისტი. შეიძლება კონკრეტულად მაგ მომენტში აფინანსებდა, მაგრამ ესე იგი ბოროტია ის სხვა მიზნისთვის ამან სხვა მიზნისთვის თქვა უარი. რომ მე ესეთები გამოვიდნენ და თქვან რომ აი ნახეთ აგერ გაჭირებულ ადამიანს და იქ ვიღაცა ინვალიდები არიან, იქ ვიღაცები არიან გაჭირებული და არ ვეღარ ეხმარება ევროკავშირი ამათ, იმიტომ რომ რუსული კანონი მიიღეს. რა დახმარებები აღარ მოდის, ეხლა იმიტომ რომ გამჭირვალე ეს ჯოჯოხეთური კანონი მიიღეს. გამჭირვალე თუ უნდა იყოს, მაშინ აღარ გვინდა. მაშინ აღარ დავაფინანსეთ ბავშვები, იყვნენ შივრები. ეგ ლოგიკა ხო? სულ 3 წუთები ვინმე მითხრას და გავიგებ და ანუ განსხვავ რამე სხვა არასდროს თუ ვიზახი, ვინმე გამაგებინოს უბრალოდ რას ნიშნავს? თუ უნდათ გაეგზელებინათ დაფინანსება ჩვეულებრივად და გამჭირვალე იქნება და ყველაფერი ძალიან მარტივია. კიდე არის ერთ-ერთი პორტალი Real Politica ქვია რა, ყველაზე Unreal პოლიტიკას ატარებენ სინამდვილეში. და აი მოდი პროსტა მოусმინოთ რაღაც შედარება პუტინის და კობახიძის რა. Ее больше нет. Эти фундаментальные вещи, связанные с идентичностью европейской, исчезают. Вот в чем все дело. Размыв такой происходит изнутри. Неконтролируемая миграция разъедает его изнутри. Европейские интеллектуалы в полном прямом смысле этого слова, поверьте мне. Вот они говорят, все, Европа, которую мы так любили и которой так дорожим, ее больше нет. И лучше-то не будет. Უმძიმესი პრობლემები და კატასტროფული ტენდენციები, მათ შორის ხედავთ მიგრაციამ რა დამართა ევროპას, მათ შორის ევროკავშირს ბერლინში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი ბერლინში ერთ-ერთ მთავარ ევროპულ დედაქალაქში და მთლიანად ინგლისის მასშტაბით ყველაზე ხშირად დარქმეული სახელიც არის მუჰამედი. აი წარმოიდგინე რა მდგომარეობაში ანუ всё ეს პრორუსები ვარ ჩვენ იმიტომ რომ პუტინმა თქვა ფაქტი და კობახიძემაც გაიმეორა ფაქტი აი პუტინი რომ გამოვიდა და რო თქვა სულ ამ ის მაგალითს მოყავს რა კაი ამინდია დღეს
და ჩვენც რო გამოვიდე და კობახიძე რო კაი ამინდი რო იყო. და კაი ამინდია და მართლა რო კაი ამინდია. всё, პრორუსი ხარ. და ეხლა რას იძახე აგერ თვითონ აი კობახიძე რასაც იძახის ზუსტად აგერ BBC იძახის, აი BBC წერს რომ ბოლო 2 წელია 2023 წლიდან დღემდე ბოლო 2 წელია იმენა ჩარტებში ლიდერობს მუჰამედის სახელი ინგლისში ბავშვების სტატისტიკა ფაქტია რა მოცემულობა არის ესია გამოიკვლია სტატისტიკა ყველამ დადო ყველამ რაღაცა დაასკვნა და დადეს რომ ეს არის ესე ხო და ამ ორივე იძახის ფაქტს როგორც მაგალითად რო იგულისხმება ის ევროპას აღარ გავს აი მაგას გულისხმობა რომ აი ხა მაგალითად წინა ცოტა ხნის რა თქვით ევროკავშირის სასამართლოს წევრ სახელმწიფოებს ერთსქესიან და ქორწინების კანონიურად აღიარებას ავალდებულებს აი ეს არის ფაქტები ამას გულისხმობს პუტინიც და კობახიძეც და რა გავაკეთოთ ეხლა ფაქტები ამ იმის შიშით რომ ჩვენ პრორუსულობა და პუტინი არ დაგვაფრთხილონ ამიტომ ჩუმად უნდა ვიყო და არ უნდა ვისაუბროთ ფაქტები ანუ კომპლექსი აქვს რა ანუ აი ეს მუშაობს მე რა ის მუშაობს რომ აი პრორუსები რა პრორუსები ფაქტია რა უბრალოდ ორივე ადამიანი აფიქსირებს ფაქტს კი ბატონო რომელსაც ვერ გავექცევით აგერ აი ცუჟვაგჯერ BBC თქვენ ხო BBC ხო ამათვის რაღაცაზე ის არის რა ქვია ორგანიზაცია მაგათ ხო უჯერებენ მოჭინ მონებივით და აგერ აი BBC წეს სტატისტიკას ინგლისი BBC არის ინგლისის საზოგადოებრივი მაუწყებელი სადაც პირდაპირ საქმე იმაშია რომ ესენი არავის არ უჯერ ესენი რა როჯები არიან ცი ანუ როგორც კი რაღაცა ისი არ მოხდება როგორც ამათ უნდათ სო არავის იმის აღარჯერათ ანუ არ არსებობს რაღაცა საყრდენი რაც უეჭველი არის და უეჭველი ჯერათ კი აი სულ ვიმოვრებ ჩვენ ამას რომ აღქმების უფრო ჯერათ ვიდრე ფაქტების ეს ხო ესეც ხო ფაქტია მაგას რო ვიძახით თუ ფაქტების არ ჯერათ ადამიანებს აი მოკალდი და არ ჯერათ რა მაგ საზოგადოებას რა ეხლა რა უნდა ელაპარაკო აი მოდი მითხარი ესეთ ადამიანებს აი პროსტა მითხას ვინ არა მე მოყვე პროსტა სამდე მივიდა რა ეს ეხლა აზრი არის თვითო რომ აი ფაქტია გავიგეთ მაგრამ ნახე დახმარებაო რა რომ იძახიან რომ აი ჩვენ გავაორმაგეთ ბიუჯეტი და გავაორმაგეთ აი მაგალითად რა ქალაქ ხარკოვში ანუ დაიწყო რა ნახე რომ მივყვეთ რა უკრაინა რა არასოდეს გამოირჩეოდა მაგითი რომ აი მომენტ LGBT პროპაგანდა და ეს ეხლა ამ მომმა და იმან რაც მოუტანა მაგ თემებს შევეხებით მაგრამ წარმოიდგინე რა ესეთი რაღაც რომ ხარკოვში აი პირდაპირ აი ბანკანები და LGBT აქციები და ნელ-ნელა დაეხმარნენ უკრაინას აქ ზოგადად მეგობრებო ჩვენ იმაში რა ქვია გადაცემის ქვეშ მიუთითებთ ლინკებს შეიძლება ბევრი ვიდეო ვერ მოხდეს გადაცემაში მაგრამ ამას გადაცემის ბოლოსაც ვიტყვი მაგრამ მიუთითებთ ლინკებს სადაც შეგეძლება თქვენი თვალით ნახოთ ბევრი ისეთი ვიდეო რაც შეიძლება აქ არიდო მაგრამ ამის დამადასტურებელი არის მინდა ერთი ვიდეო ჩავერთო ეხლა სულ ხელსხელი ახალ და ნახე რა დაემართა უკრაინას რა და უკრაინას ხა ნელ-ნელა რაც ჩვენ ომში ჩავმოვიყავით იგივენაირი ისინი იქნებოდა რომ ანამაებს მიიღებთ მოვან აღარ დაგეხმარებით რა ხო ორჯერ ორი არის ეგ რა პატარაზე შეგაყოფინებენ მან თავს და მე მიდის და დავაი რა ეხლა ამას თუ აღარ იზავს მაო უკვე მათხარდა ეხლა თუ არ გინდა მაშინ წავედი ჩვენ მაგრამ ხო ბოლოს აბა მაგით თალიად ბიჭო ეხლა ხალხი იხოცება ყოველდღე ათასობით ადამიანი წება და ჩვენ გადაცემაში იყო ვიდეო გახსოვს ტაძართან რომ ტაძარზე გამოკრული რომ წმინდა დღეს რომ პრაიდი ტაძარ ფონი ქონდა ტაძრის ხო პრაიდი და საბოლოო ჯამში რა მოხდა რომ უკრაინაში წარმოიდგინე რამხელა შეურაცხყოფაა უკრაინელი ჯარისკაცების აბა წარმოიდგინე რა რას უკეთებენ ანუ ღირსება წაართვეს ხალხს ანუ დახოცეს და ღირსება წაართვეს და რავი რა უქნეს და აი ამით დავასრულოთ რა ჩემგან ამით დასრულდება ახლა ეს თემები იმიტომ რომ რავი სასიზღრობა პოსტაი ყურებასან ჯარისკაცი მომღერალთან და თხოვს ცოლობას და მუხლზე დამდგარი და ჯერ მაგ რიტუალსაც ასუშვებიან ხო ხტები და მეჭედი და აუ და სპეციალურად ჯარისკაცი ის შეიძლება ჯარისკაცი მაგრამ ხო შეიძლება ჯარისკაცის ფორმა ჯარისკაცობას აქცენტი არ გაუშვი ანუ არ მიხსე რა მაგრამ ანუ აბა რა ეგ არის ზუსტად ეგ არის და ამათ გონიეთო ჩვენ არ ვიცი და ჩვენ გონი ეხა ძალით ვიღაცას გაატყობდა აი მართლა მეტი ფაქტი რა უნდა დადო უბრალოდ რომ ადამიანს ტვინი გაიხსნას რა აი რა მეტი რაღა გვინდა
ჩვენ ხო მარტო ფაქტებზე ვსაუბრობთ, აქ ხო არ არის რაღაცა მოგონილი რომელიმე, უბრალოდ ვიდეოც არის, ხო, რომ აქ ჯარისკაცი დაკოწულია, ხელს თხოვს, მენი კოცნიანი, ეხუტებიანი ერთმანეთს. ანუ რა არის ეს? აი ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ? აი ამათ მოგვასწავლონ, რომ ეს რას ნიშნავს? ჯარისკაცი იმენა ჩადებულია რა, ჯარისკაცის ფორმა შეიძლება. მაგას ეს ომშიც არ იყო ნამყოფი. აფიშირება. ანუ ეგრევე შეიძლება ჯარისკაცი არ არის ვაფშე. შეიძლება, მაგრამ თუ არის მომენტები შეიძლება რომ ფორმით არ ყოფილიყო. ფორმის შეურაცხყოფაა, ხვდები, ანუ ეს. აბა რა არის? და ანუ რეალურად ეს არის ნაჩვენებისაც წარმოვიდგინე ჯარისკაცები ესენის მაშკაცები არიან. ჯარისკაცები ჩვენ კარგად ვიცით უკრაინელი ჯარისკაცები სად იმყოფებიან. და მომობენ ბოლომდე. აბა იმყოფებიან ომში არიან ჩაბმულები და ეხა ამან იგე ცოლი მოიყვანა, კაცი ცოლად ფრონტიდან წამოვიდა ძმა რა. იტი კაი ბიჭი ყავს ცოლად მოსეყვანე ბიჭებო 1-2 დღე და ველოდედერები და გამოიქცა ამანას და აი და წერილსო გააკეთეს წარმოიდგინე იმაში რომ ჩემო სიყვარული. ცოლად თუ არ მოვიყვანე არ მაძლევს მაწვალებს და საშინელება არის, აი ჯოჯოხეთი არის იმას რა ქვია. ჯოჯოხეთი არის უკრაინის თავს ყველანაირი გაგები და აი ამას რასაშვებიან ეს არის სირცხვილი. კარგად დაიმასწორეთ რომ ამას იმენა ბოლომდე შეაკავდება ქართველიერი და ამას მაინც არ დაუშვებს. და ვინმეს თუ გათხოვება გაგისწორდებათ ძმებო, აგერ კიდე გიგონკანო სადაც გინდათ ევროკავშირის ქვეყანაში დაქორწინდით და ისინი კი გაღიარებენ, მაგრამ ჩვენთვის ვინც იქნებით კი იცით კარგად. ეგრეა ხო და რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ აქტუალურია და მოდი ცოტა სხვა თვალით შევხედოთ და გავიხსენოთ ერთი დაიწყო ეს ყველაფერი რა 2022 წლის 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ზელენსკი გამოსული და ზუსტად მაგის მერე 5 დღეში 24 თებერვალს დაიწყო ომი რუსეთს შეიჭრა უკრაინაში და მოდი ახლა ვიდეოს განახებ მოდი მოვისმინოთ რა თქვა ესეთი ზელენსკიმ რომ 5 დღეში გამოიწვია ომი вперше але і Україна і я робитиме це востаннє. Я ініціюю проведення консультацій у рамках Будапештського меморандуму. Скликати їх доручено міністру закордонних справ. Якщо вони знову не відбудуться, або за їх результатами не буде гарантій безпеки для нашої держави, Україна матиме повне право вважати, що Будапештський меморандум не працює, і усі пакетні рішення 94-го року були поставлені під сумнів. და რა სიტახის ახლა ზელენსკი აქ რა თქვა ესეთი რომ რუსეთი გადაირია და ეგრევე შეიჭრა 5 დღეში ხო ბუდაპეშტის მემორანდუმზე ეჭქვეშ ვაყენებთო იცახეს ზელენსკი რა არის ბუდაპეშტის მემორანდუმი რა მოდი ორი სიტყვით განვიხილოთ რა 1994 წლის 5 დეკემბერს ბუდაპეშტში ესეთი მემორანდუმი დაიდო სადაც ბელარუს უკრაინას და ყაზახეთს უარი უნდა ეთქვათ ბირთვული იარაღზე და ამავდროულად დიდი ბრიტანეთი ამერიკა და რუსეთი ვალდებულებას იღებდა ამაზე თავდაუსხმელობაზე და ასევე მათ უსაფრთხოებაზე. კიდე 1990 წლის 16 ივლისს მე მგონი თუ არ ვცდები, უკრაინის უმაღლესმა რადამ საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, მიიღო ესეთი დებულება რა, სადაც აი სიტყვით რა წერია, აი მოდი წაგიკითხო. უკრაინა საზეიმოდ აცხადებს თავის განზრახვას, გახდეს მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არ მონაწილეობს სამხედრო ბლოკებში და იცავს სამ ბირთვული იარაღისგან თავისუფალ პრინციპს. არ მიიღოს, არ აწარმოოს და არ შეიძინოს ბირთვული იარაღი. სათაშორის ამ დეკლარაციის შემდეგ აღიარა რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობა. აი ამ ყველაფრის ფონზე რა წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი ზელენსკი გამოდის მიუნხენის კონფერენციაზე პირდაპირ იძახის რომ ნატოს გარე ღია, მაგრამ ჩვენ შეგვჭირდება ღია პასუხებიო. პირდაპირ ამ ნატოში გაწევრიანების სურვილს აიჩენს და იძახის ჩვენ ნატოში უნდა გავწერინოთ და მემორანდუმის ეჭქვეშ დაყენება ეს ავტომატურად რას ნიშნავს რომ მემორანდუმი ისაც რომ ბირთვული იარაღი არ უნდა აწარმოო შენ თუ ამას ეჭქვეშ აყენებ ანუ სურვილს გამოთქვა ბირთვული იარაღის წარმოებაზე ანუ ორ სიძახი რაც თქვი რა სიტყვები უკან მიიგაქ რა რაღაც პონჩი კიდე უბლოკო სტატუსი ანუ კონსტიტუციაში ეწერათ უბლოკო სტატუსიც ამოიღო კონსტიტუციიდან აი ჩვენ რუსეთის ადგილას ანუ წარმოვიდგინოთ თავი რუსი მორალი დავივიწყო და ის შვის ტერიტორია არ არსებობს მორალი იქ პოლიტიკა იქ აი ეგეთ რაღაცები მორალურად ამის შეხედვა შეიძლება ბევრ რაღაცა არ მოგწონეს მეც და შენც მაგრამ ეს არის ფაქტები და ის თავის ქვეყნის გამომდინარე თავის სახელმწიფო უსაფრთხოება გამომდინარე მოქმედებს და მაგის ფონზე შეიჭრა ხო უკრაინაში ანუ ამ ყველაფრის ფონზე შეიჭრა და რა თქმა უნდა რა შეიჭრებოდა სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვეს რომ ეს არ ეკნათ რა მაგ პირადი მაგ უსაფრთხოების ინტერესები არის ხო და ეხა ყველაზე პარადოქსი კიდე რა არის რომ მინსკის ხელშეკრულებაა ხო სანამ ამ ზელენსკი რომ მოვიდა ეს მინსკის შეკრულება ეგრევე აი დახია ვაფშე არ ვაღიარებ და მინსკის ხელშეკრულებაში რა ეწერა ეხა ნახე
მარტო ორ ოლქზე იყო საუბარი, დონეცკის და დონბასის ოლქზე. ოღონდ ამას უნდა მინიჭებოდა რაღაცა სპეციალური სტატუსი თვითმმართველობის, აი მაგალითად სავარაუდოდ ან ავტონომია, ან რაღაცა მსგავსი პირი, აი აჭარის ავტონომია როგორაა, დაახლოებით ეგეთი რაღაც სტატუსი უნდა მინიჭებოდა ამ ორ ოლქს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თვითონ რუსეთის ამას აღიარებდა უკრაინის ნაწილად. სხვა არაფერი. აი ეს მინსკში, მინსკის 1 და 2 პირველი და მეორე ხელშეკრულება. აი ეს სიტყვა თვითონ რუსეთის აღიარებდა. ეხლა მოდი გადავხედოთ რა სიტუაციაა. დონბასი და ლუგანსკი უკვე რუსეთის ტერიტორიები არის, იქ არჩევნები რეფერენდუმი ჩაატარა რუსეთმა, როგორ ჩაატარა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ისე თუ ასე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს შედეგი დადოს და უკვე თავის ტერიტორია, უკვე რუსეთის ტერიტორიად მიიერთა და ყველას ავალდებულებს, ანუ ამერიკასაც და ევროპას ეუბნება ეს ტერიტორიები, ანუ მიღიარეო, ამ ორ ტერიტორიას კიდე დაემარტა ორი ტერიტორიისა, კიდე ორი ოლქი, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქი, რომელსაც ამასაც ითხოვს, რომ ესეც ჩემი ტერიტორიები არისო. აი ამ მდგომარეობაში არიან. წარმოიდგინე ხა ეს ომი რო არ დაწყებულიყო, აი მინსკის შეხშეკრულება იდეალური არისო? თავისთვის ხო, რა თქმა უნდა, არია, პონტი და უფრო იდეალური ისეთ სიტყვა იდეალური არისო, იქ რჩება ბევრი ნიუანსები იყო, მაგრამ ამ დღევანდელობას ხო, იგივე სიტუაცია, ანუ სადაგედა მთავარი ბიჭო, ამდენი ადამიანი არ დაიღუპებოდა. რა თქმა უნდა, ამდენი რამ ქართველი რამდენი დაიღუპა ბიჭო ამ ომში. ხო და რის გამო? და რის გამო ბიჭო, რომ ამ ვიღაცა ცირკაჩის გამო? და ეხა კიდე რა ხდება, იცი? ეხა ზელენსკის სერიოზულ ზეწოლაში მიდის ამერიკელებისგან და რუსებისგანაც ცალკე. ეხა ხო რაღაც 28 პუნქტიანი ეს რა ქვია, 28 პუნქტიანი ისო გამოაქვეყნა ტრამპმა. მერე ამათმე ეს არ მოეწონა, მერე 19 პუნქტიანი ჩვენ აი 19 პუნქტიანი სისულელები მოკლედ, აი როგორ რაღაცა მიდის ისი, რომ ყველანაირად ცდილობენ ომის გაჭიანურებას, როგორც ევროპა, ასევე ზელენსკი. ხო და აი ხა წარმოიდგინე რა მდგომარეობაში არიან რა, ღმერთმა აი რავი მტერს კი არა, არავის არ უსურებ ესეთ მდგომარეობაში ყომ, როგორც ზელენსკი არის და მთელი უკრაინა რა გაუკეთეს, რის გამო უბრალოდ ყოფილიყვნენ წყნარად და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგათაც ეხა რა მდგომარეობა არის და ეხა დაიწყო უკვე ამერიკა ჩაერთო, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლომდე გვერდ შეედგა, ხო, მაგრამ ეხა ტრამპი უკვე ხელსუშლი და ყველანაირი რამე სამშვიდობო იყო. ხო და ტრამპი ხა ცდილობს აი ეს ომი დაასრულოს, იმიტომ რომ პირველ რიგში ნობელის პრემია ისე უნდა რომ აი დავიჭ გვაიკეტება და ერთი სული აქვს მაგას რომ უნდა და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ არის რომ ეს ომი უნდა რომ მალე დასრულდეს და ხა არის ესეთი ნაბუ ანტიკორუფციული ბიურო. ოღონდ კერძო სტრუქტურა ეს ჩვენთანაც ეხა რაც გაუქვთ ანტიკორუფციული იგივე არის უკრაინის ან ანტიკორუფციული ბიუროა და ანტიკორუფციული კიდე პროკურატურა. დამოუკიდებელი ორგანოა ვაფშე. ან საერთოდ ანუ დასავლეთის მიერ შექმნილი ორგანო, რომელიც არ ემქვემდებარება არავის. ანუ ესენი რაშობენ, ისე რაღაც გამოძიებებს ატარებენ ვიღაცა ჩინოვნიკებზე, მე რამ ჩინოვნიკებთან მიდიან და ეუნებიან, ანუ უდებენ იმას, რა ქვია, მაგ კომპრომატებს. და ეუნებიან ან ციხე, ან თანამშრომლე და მე ესენი თანამშრომლობენ. ამ ანტიკორუფციული ბიურო მე ხარ როგორ რაღაცა დადო, ნახო მინდიჩი ესეთი ზელენსკის ახლო მეგობარ რომ ეს აი იმ კომედი კლუბებიდან და მაქედან ერთად მოდიან, ბიზნესმენი არის, ებრაელი არის, რომელსაც წარმოიდგინე რა შეედება ბრალი კეზერაშვილს გადაუჯოკრა აი წარმოიდგინე ტიპებს ედებათ ბრალი ამათ რაღაცა უხარისხო ბრონი ჟილეტები იყიდეს მე ატკატით ძვირად მიყიდეს თავდაცვის სამინისტროს ანუ წირავდნენ ხალხ ბრონი ჟილეტები ბიჭო რომელიც არ დაგიცავს ესეთი ბრონი ჟილეტები ფული ატკატით რომ იაფად იყიდეს ძვირად გაყიდეს თავდაცვის მინისტრიც არის ამ იმაში ფარულ ჩანაწერებში ანუ ბრალდებული ერთ-ერთი ფიგურანტი არის თავდაცვის მინისტრიც სადაც ეს ზელენსკისგან დაახლოებული პირი ის რომელიც გაიქცა ძალიან ახლობლები არიან აი ძალიან ეხლა ეს რა არის ეს არის ზღვაში წვეთი ეს გამოაქვეყნეს კიდე რა არ გამოაქვეყნეს ეხლა ზელენსკიზე მიდის სერიოზული ზეწოლა ზელენსკიზე უამრავი კიდე მასალა აქვს. ეხლა ცდილობენ რომ ზელენსკი ალაპარაკო რა, ყველანი გუდა, მაგრამ ანუ ზელენსკი, აი როგორი მომენტია, იცი, ყველანაირად ცდილობს რომ ეს ომი გაგრძელდეს. რადგან იმიტომ რომ იცის რომ ზელენსკი ეს ომი თუ დასრულდა, ზელენსკის სიცოცხლე სრულდება. ზელენსკი აი ზელენსკის კარიერა ჩემი აზრით უკვე დასრულებული არის. ზელენსკის კარიერა კი არა, აგერ დაიმახსოვრე ჩემს თქო, ზელენსკი მილიარდი პროცენტი ტრუპი არის. აი 1000% ეკუტარი არის. თუ უკრაინელები მოასწრო და უკრაინიდან გაიქცა, ჯერ ეს ჯარისკაცები რო ჩამოვიდნენ 9 მილიონი წაგებული ომი და წარმოიდგინე და კორუფციაში ბრალდებული ისინი და ბრონიშილტი ამას ვინ მოცოცხლ, მაგრამ ვაი და მოდი წარმოიდგინე გაიქცა, ხო? სადღაც შეაფარა ნებისმიერ ქვეყანაში თავი. ყველგან იპოვიან და ყველგან 1000% მოკაი წარმოიდგინე რუსებმა რა არაპატიეს ერთ-ერთი პილოტს 28 წლის ბიჭი იყო 2023 წელს უკრაინის დაზვერვამ და ბრიტანეთის დაზვერვამ გადმოიბირეს ერთ-ერთი პილოტი ვერტფრენის პილოტი გადმოიბირეს და ის მე ამას არზე იმით რაღაცებ კომენტარები ჩაწერეს ამ ადამიანზე ეს მე ესპანეთში ცხოვრობდა
და როგორ დაასრულეთ ის სიცოცხლე, რამოდენიმე ტყვია მოხდა სადღაც პარკინგზე და მანქანამ რამოდენიმე გადაუარა. ხო და ეხლა წარმოიდგინე, ესეთი რაღაცა არაპატიეს ერთ-ერთ ვიღაცა ახალგაზრდა პილოტს. და ეხლა ზელენსკის ხვდები, ეხლა როგორ გამოწერილი აქვს? მე არ მიხარია მაგის სიცოცხლე და მე იმათ არ ვემგავსები ჩარლი კირკებს ბედნიერები რო არიან, ხო იცი განსხვავებული აზრის ხალხი რო კვდება და მეცხრესაზე რო არიან. მე მართლა მეცოდება ეს უბედური პროსა რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი და მე პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. აი ვაფშე არ არის ჩემი აზრით, თან ეს შესაძლოა საზიზღარი ადამიანია, რომელმაც გაანადგურა ამდენი ადამიანის ოჯახი, ამდენი ადამიანის სიცოცხლე და მოსპო უკრაინას რა უქნა ბიჭო. ანუ რა ვაფშე მეცოდება კი არა, აი ვაფშე არარაობა არის რა. ეგრეა კი, ნამდვილად. აი ესეთ საშინელ მდგომარეობაში ყავს ეხა ეს ქვეყანა და უბრალოდ თავის ეგოს რო აი სიცოცხლე ყველაზე რაც უნდა მოვაპარაკოთ, ყველა ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიცოცხლე, ხო? აი ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? და აი ამას ეპოტინება რა ეხა რა და ლიჟბი თვითონ არ მოკდეს და სულ მაგას ფეხებზე კიდია რამდენი ადამიანი კიდე მოკდება მაქსიმალურად სცილობს რომ გაწელოს ეს ომი. მაგრამ ნუ მაინც დიდი მომავალი ამას მე მაინც რაღაცა მომენტში აზრი ესეთი მაქვს რომ ეს არის ჯერის კინო დაუდგეს, გადაიღეს, ამ კინოთი გააპიარეს, მე ეს კინო რეალობაში გადაუქციეს ხალხმა, კინოს გამოაირჩია ტიპი და ეგენ დასმული თავი არის რა, რომელსაც სადღაც ამ იმაში მე 10 იმაში რაღაცა საწყობის რაღაცაში დამალავენ რა. ანუ ეგრე მგონია რომ არ გაწირავენ, იმიტომ რომ ეგ მაგის გადაწყავეტილებების მიმღები ტიპი იმენა არ მგონია. ანუ ეგ არის შანსია რუსეთი თუ გადაწყვიტავს რომ ამან იცხოვროს, თუ არა, აი სადაც არ უნდა ყავდეთ ყველგან ამოთხრი. არა, ეგ გასაგებია, მაგრამ მე რას ვთქვი, იცი, ეს ტიპი არ იქნება ის ტიპი, ვინც აი ამ გადაწყვეტილები მიიღო და კინო და მე ეს აირჩიეს, ეს ვინც ამის ხელით გაკეთდა. კინო ვინც გადააღებინა და მე ეს ვინც არჩევდა, აი ის ტიპებისგან რაღაცა დაცვისის აქვს რა, ალბათ ხეცნობიერში შეიძლება ქონდეს. ხო და ეხა მაგას შვება. აი ხა ზუსტად მაგას ვაჭროს. ეხა ეს ვაჭროს საკუთარ სიცოცხლეზე. აი ეს ამაზე უამრავი მასალებია ხო წინა ხო თქვით ეხა ცოტა ხანს. ამაზე მიდის სერიოზული ზეწოლა. ამას ეხა რა ჩაოლებრივი აი კაჩაობა მიდის ამისი რა, რომ აი თქვი, მოდი ამოიღე ხმა დაადე ხელი ბაიდენს ვიღაცებს სიტყვაზე და შენ გადაგარჩით. მაგრამ ეს ტყუილია ეს იმ მომენტში შეიძლება ამან ეგონოს რომ გადაარჩი, მაგრამ ვერ გადარჩება უბრალოდ ეს ადამიანი რა. იმიტომ რომ საშინელ ცოდვაშია რამდენი ადამიანის სიცოცხლე არის წარმოიდგინე ამის კისერზე რა. რა შეერთება ყველა დაიფაროს ეგეთი ცოდვისგან და ეგეთი ზოგადად ეგეთი მდგომარეობისგან და ვითარებისგან რაც ეხა მაგათ უდგათ და რავი ღმერთმა გააძლიეროს მართლა უკრაინელი ხალხი და ძალამიცეს ხალხი რომელიც იბძვის საიმბოლო ოჯახებს რა ქვია ვინც ამდენი დანაკარგი და ბავშვები დაიღუპნენ ქმრები, ცოლები, რავი და რეები მოხდა და გინდა ერთხარეს, გინდა მეორე ხარ როგორ უნდა გაგეხარდეს ადამიანების ხოცვა ვაფშე რა. მაგრამ რავი დიდი მადლობა კიდე ერთხელ ღმერთს რომ რავი ჩვენთან ეგეთი რამე არ გქონდა მაგის და კიდე კაი რომ მართლა ამ მავნებლებს და ნაცილებს ხელისუფლებას მაგისთვის არ უნდა მოგველიდოს ეგ. მან შევიყვანდნენ ჩვენ და ჩვენ კიდე ხა უკრაინას ავით. იმე კიევში 7 მილიონი კაცი ცხოვრობს და უკრაინაში ამდენი მილიონი კაცი მაგ ხელა არ ვართ რა სულ 3 მილიონი და 7 ვართ ესე ვართ სულ ჯამში და ეხა კაი რა და ის მადლობა ღმერთს რომ ეგეთი რაღაცები არ მოხდა. მოკლედ ეს არის რა ქვია ჩვენ მაყურებელს მინდა რომ შევახსენო რომ ძალიან ბევრი მასალა ზოგადად იქნება ხოლმე და ჩვენი სურვილიც არის რომ რაც არ გავა გადაცემაში ვერ მოხერხდება მოხდეს ისე რომ ლინკები მიუთითოთ ბიოში და ნახავთ რა აღწერაში და ნახავთ რომ შეგიძლიათ რომ გაეცნოთ ამ ინფორმაციებს და თქვენ თვალითაც უყუროთ და არავის არ ეგონოს რომ აქ ჩვენ გადაცემას რამეს ტყუილს უყვებით ან რამეს იმას შვებით რა უჭრით და უკერავთ არაფერი რა მოცემულობაც არის ინტერნეტ სივრცეში და რა ინფორმაციაზე წვდომაც შეიძლება გქონდეს ამ ინფორმაციას ვაზიარებ და ამ ინფორმაციას ვაკომენტარებ და ფაქტები კი ფაქტებით ჩვენ პირად აზრებს ვიძახით და ეხა თქვენი აზრები კიდე თქვენი თუ შეინახეთ ვისაც კიდე რაღაც მავნებლური განზრახვები გაქვთ და ვიღაცა ჩათვლის რომ ეხა კიდე ჯანსაღია შეიძლება ვიღაცა ჩვენას არ ეთანხმოდეთ მაგრამ შეგვიძლია პოლემიკა იყოს ვისაუბროთ თანხმები გავიგე რომ მოგაჩეურაც ხო მაგარი რა ეს გეუბნება რომ შენ ეხა მოღალატე და უსი და ის რა ამასვები და იმასვები რა კეთილი ინები და უკეთესი თქვენით გააკეთეთ და თქვენით იმასქენით რა გაინძერით და მიხედეთ რა ვაფშე ზოგადად თქვენ თავებს და სხვის საქმეებში ბრძენები ნუ იქნებით ანუ ყველამ თავისას რომ მიხედოს და თავისი
აგური დადოს ქვეყნის მშენებლობაში. ანუ კაი დღეში ვიქნებოდით დღესა და კაი მდგომარეობაში ვიქნებით და ამიტომ ყველა თქვენ გულებს ჩაიხედეთ რა. მადლობა ღმერთს რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა და მშვიდობიანად ვაგრძელებთ ცხოვრებას და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი კარგი წელი გველოდება წინ. კი, ნამდვილად. მოკლედ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ გულშემატკივრებს, ჩვენ მაყურებლებს, ჩვენ მსმენელებს და ზოგადად რა ვისაც მოწოს საღი აზრი და ვინც ჩვენ აზრზე არის ჩვენი მხარდაჭერისთვის ჩვენ კიდე დაგიბრუნდით და ხელა პაუზა აღარ გვექნება იმიტომ რომ უამრავი სიახლეები დაგიბრუნდებით კი ბატონო და არ გვინდა ძალიან თავი მოგაწყინოთ მაგრამ უფრო ხშირად და უფრო ბევრი და კარგი სასარგებლო ინფორმაციით დაგიბრუნდებით დიდი მადლობა მოკლედ ჩვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი არხის გამოწერა კიდე არ დაგავიწყდეთ, ვინც ახალი მაყურებელი იქნება, ნუ დაიზარებთ და ასევე რავი, იაქტიურეთ თქვენს, გინდა კომენტარებში, გინდა იმაში ჩვენ ღია ვართ ყველა ადამიანისთვის, ფაქტებიც არსებობს და ყველამ ვიცით, რომ ვინც რას გწერთ, ყველას პასუხს გცემთ და ყველას გან ვიღებთ აზრს. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ რომ უფრო მეტად ჩაერთოთ და თქვენი აზრებიც აი აქ გავაშლეროთ, თუ ვინმე სამი სრული ექნება. მადლობა თორმიკე, კარგი განცემა გამოვიდა და დაბრუნებისთვის და უკეთესები გვექნება. კი. არ გაზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.